რომ ანა ბერუაშვილისა და ნია იმანაძის სახლში ფარული მიყურადების საფუძველზე მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა. ამაზე საუბრობდით რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათი დაკავება მოხდებოდა? დიახ, მანამდე თქვენს შესავალ ნაწილში ერთ პატარა შესწორებას შევიტან. მართალია პროკურატურა დიახ ასე აღწერეს, მაგრამ ეს არის საჯარო ინფორმაცია და დეტალებს იქ ხომ ვერ გაშიფრავს. მე დავამატებ ერთ რამეს. 29 სექტემბერს გიგა ვერ მოკლეს, იმიტომ რომ ვერ იცნეს. ამიტომ მათ დამატებით კიდევ აიღეს ინფორმაციები გიორგი მალანიასგან და ნია იმნაძისგან. ნია იმნაძის სწორედ 29 სექტემბერს ქონდა გიგასთან ბოლო გაკვეთილი და ამის შემდეგ ნახა ისევ გიორგი ალექსანდრე გაბაშვილი. ჩასაფრებაში იმყოფებოდნენ ასევე 30 სექტემბერსაც, მაგრამ მაშინ ვერ მოკლეს, იმიტომ რომ მე და გიგა მივდიოდით ერთად. ეს პატარა ამ ყველაფერს ასე დეტალურად პროკურატურა საჯარო დროის სიმცირის და გარკვეული მიზეზების გამო ვერ იტყვის. ახლა ერთს დავაზუსტებ რა. 29 სექტემბერს ქონდა ბოლო გაკვეთილი ნია იმნაძეს. ანუ ეს ის პერიოდია, ანუ გამოდის რომ პარალელურად ისინი გეგმავდნენ პარალელურ რეჟიმში ნია იმნაძის და ალექსანდრე გაბაშვილის პარალელურად ესე ურთიერთობები ქონდათ. 29 სექტემბერს როცა ნიას გიგას გაკვეთილი ბოლო ქონდა ნია იმნაძისთან. გამოვიდა ნია იმნაძე გარეთ და ანდრეს ალექსანდრე გაბაშვილი ჩვენი სახლის წინ იჯდა. ანუ უკვე ქონდათ, ასე ვთქვათ, დაგეგმილი ქონდათ. დიახ, და ამას თან ამბობს იქ ნია იმნაძე, ჩვენებაშიც ალექსანდრე გაბაშვილის და ეს ტრენდად აქცია მერე მისმა ოჯახმა ისიც რომ თითქოს და ნია იმნაძეს გიგა ორიანმა ბოლო გაკვეთზე გაცილება შესთავაზა და სწორედ ეს შეშივლა ვითომ ყველას. სინამდვილეში ბოლო გაკვეთილზე უკვე იქ იყო მკვლელი. იქ იყო მკვლელობა დაიგეგმა 26-ში. იქ იყო მკვლელი. მე ძალიან ბევრი ინფორმაცია კიდევ მაქვს ტელეფონში, მაგრამ ჯერ ამას არ გავასაჯაროებ, იმიტომ რომ მტკიცებულების სახით დაიდოს ჯერ საქმის მასალებში და ჩემს ტელეფონიდან მე თქვენ რა ინფორმაციაც გაასაჯაროებთ, ანუ მეტასთან საგამოძიებო უწყებების თანამშრომლობა, ფარული მიყურადება საცხოვრებელ სახლში, სწორედ ამას გულისხმობთ. ანუ კიდევ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია, რასთან დაკავშირებით? მე მაქვს ისევ ამ ნია იმნაძის ბრალთან, მისი მშობლის ჩვენების აბსურდულობასთან და სხვა რამესთან ინფორმაციები, რასაც ახლა ამ დღეებში ალბათ ჩემი გამოკითხვაც მოხდება და იყო მანამდეც, ახლა კიდევ რაღაც სხვა ინფორმაციასაც მივაწოდებ გამოძიებას. ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება შეგიძლიათ ახლა გამოძიებისთვის? კი, ამ თვითში შემიძლია დამატებითი, თუმცა ეს ინფორმაცია იცის პროკურორმა, ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ერთმანეთთან, ყველანაირ აზრებსაც კი, აი ვარაუდებსაც კი ერთმანეთს ვუცვლით, ეს ყველაფერი იცის, მაგრამ ნუ ამას ახლა თუმცა არ ქონდათ ამათი თვის განმავლობაში საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ ეს ან დაპატიმრება მოხდა 5-ში. დიახ, მაგას გეტყვით. მე სულ სხვა იმაზე ვამბობ ახლა, ისეთ მტკიცებულებაზე, მოდი ამაზე ყურადღებას ამ წუთში არ შევაჩერებ, ისევ იმას. მიკითხავ, რაც ახლა აქტუალურია. კი ბატონო. პირველი კითხვა, ნუ ზოგადად კითხვები არასწორად ფორმულირებულია მათგან სპეციალურად, მაგრამ მე კითხვას ახლა ასე დავსვამ. რატომ დასჭირდა 10 თვე ამ ყველაფერს? გაქვთ პასუხი ამ შეკითხვაზე? დიახ, მაქვს ამ შეკითხვაზე პასუხი. იმიტომ რომ კარგად შეფუთული იყო საქმე, კარგად ჩაფარცხული იყო საქმე. სწორედ გდანაძალადევის პროკურატურის განყოფილების პროკურორებისგან, მიხეილ კუპრაშვილისგან და ლუკა გამყრელისგან. კარგად ჩაფარცხული იყო საქმე. გდანაძალადევის პოლიციის მეექვსე განყოფილებისგან და ჩემი აზრით ეს ახლა მე ასე ღრმად არ ვიცი, ვის მეტი წილი დანაშაული აქვს, მაგრამ იქ არის პოლიციის უფროსი, მისი ზედამხედველობის ქვეშ არ გადიოდა არც ერთი საქმე, მით უმეტეს მათ ნათქვამს ციტირებ, უბრალო საქმე არ იყო, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველაზე მეტი წილი ბრალი იქ მიუძღვის იაგო ტალახაძეს და გლდანაძალადევის, აი პოლიციის მეექვსე განყოფილებაში ისე კოხტად ჩაფარცხული იყო, რომ თუნდაც გიორგი მალანია, რომელიც დაიჭირეს ერთი თვის წინ, არსად არ ფიგურირებდა, აბსოლუტურად არსად.
არ შეიძლება და მე ვერც დავიჯერებ, რომ საქმის გამომძიებელი ვერ ამჩნევს კვლელობის, აი მოდი მთავარ დამნაშავესთან ერთადერთი ბრალდებული ყავდათ ალექსანდრე გაბაშვილი და ვერ დავიჯერებ, რომ ალექსანდრე გაბაშვილთან 51 ზარი არ ეჭვა გამომძიებას, მით უმეტეს რამდენიმე გამომძიების ხელში გადიოდა ეს ერთი ყავდა მისა ხელმძღვანელი გამომძიებას, მაგრამ ბევრი მუშაობდა ამ საქმესთან დაკავშირებით და თუ 41 ეს მარტო WhatsApp-ის არსებობ მე თორე დანარჩენი კიდევ სხვა იყო თუ ამდენი ზარი ყურადღების მიღმა შევა გამომძიებას, მაშინ იმას ტყუილად თქვა გამომძიებელი და ის იმ საქმეში არ უნდა იყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კვლელობამდე 1 საათით ადრე ქონდა კომუნიკაცია და სადაც ვიღაცა ანინას ყიდაშვილი მეგობარი იპოვეს 1 საათით ადრე, ვისთანაც პირდაპირ ზარი ქონდა. ეს ვერ იპოვა გამომძიება, მე ხა მე არა ვარ ასეთი ბრიყვი და მიხვდნენ რომ ვერ გამაბრიყვებენ. და რა მოხდა ახლა? ახლა რატომ გააქტიურდა გამოძიება? რატომ ასე ვთქვათ, მიმართა იგივე მეტას თანამშრომლობისთვის? პირველი, არც ერთი მართალი ადამიანი ტელეფონს არ ასუფთავებს. მით უმეტეს იმ ტელეფონით თუ კი მას თავდაცვა შეეძლო, გიგავალიანთა მიმოწერები მე მივიტანე პროკურატურაში. მე მივიტანე, მე კლუბის გიგა რომ გარდაიცვალა, იმ ღამესვე ავტვირთე ის თან და არავინ არ ასუფთავებს. საერთოდ ყველაფერი წაშლილი იყო, ქარხნულად იყო გადატვირთული, ის iCloud-იც გასუფთავებული იყო ნიაიმლაძის ტელეფონიდან. განა ასეც რას მალავდა. უფრო სწორი კითხვა ეს იქნებოდა, კიდევ რა იმალებოდა ნიაიმლაძის ტელეფონში. და იცით ამ კითხვას რა ამყარებს? ის რომ დედის ჩანაწერები რა იმალებდა? არა, უფრო მეტი დედის ტელეფონი გაქრა. დედამ ნომერიც არ გაამხილა. საერთოდ სხვა ნომერია, სხვა ნომრის დეტალური ამონაწერები აქვს. გამოძიება საქმეში ჩადება. რას ნიშნავს გაქრა და რატომ გააქრა? დედამ არც გაამხილა რომ ის ტელეფონი მისი იყო, ის ნომერი. არა მაქვსო ტელეფონი, ხა თქვენ ხო ნახეთ როგორი პიროვნებაა დედამის და თქვენ გჯერათ რომ ისეთ რომელიც ფეხს უბაკუნებს, მაპატიეთ რა, ფეხს უბაკუნებს. გამეცი პასუხი რაღაცა პატარა ტუტუსისა თავგასული ბავშვი რომ იქნება იმ ვიდეო ანალიზით რაც დადო გიორგი ლეკიშვილმა იმდენი რამის თქმა შეიძლება იმ პატარა ვიდეო მე მოვა დრო და იმას დეტალურად წამების სიზუსტით გავშიფრავ იმ ვიდეოს ჩამოექცევა ყველაფერი თავზე მარტო იმ ერთი ვიდეოთი და კლინიკაში გადაღებული გიორგი ლეკიშვილს აი ნახეთ ისიც გამიდა კონტაქტი აქვს ურთიერთობა აქვს ცნობადობა აქვს სამართალდამცავებთან მოდით რაც არ ვიცი ვერ ვიტყვი არ მეკადრება აუცილებლად გამოვიძიებ აუცილებლად ყველაფერს სამზეოზე გამოვიტან ეხლა ის რომ არ უნდა ასაჯაროებდეს ვერავინ არ შემაკავებს მე რომ ღიად არ მებრძოლა ახლა მარტო ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა დაჭერდა სხვა არავინ მე არაფრის არ მეშინია გამიცოცხლონ ჩემი შვილი ხმას ვერ გაიგონებენ ჩემსას და აპატიეთ. არა რას ამბობთ პირიქით ჩვენ. დედის ნომერი გაქრა საერთოდ. ნომერი არც უხსენებია. მე მაქვს აგერ დედის და რომ ნამდვილად დედის ნომერი აგერ დასტურდება ჩემ ტელეფონში. და გამოძიებამ ეს უკვე იცის, იმის დეტალურებსაც მოითხოვენ. ხო მივხვდით ასე რომ ერთი ის რომ თქვა რომ ჩხრეკის რომ ტელეფონი არ მაქვს. ეს სხვა თემაა, მაგრამ საერთოდ რომ ნომერიც არ გაამხილა, რომ ნომერი ქონდა. ეს კიდევ უფრო სხვა რამეა. ვისთან კომუნიკაციას და რა სახით კომუნიკაციას ფარავს ის თავნება დედრი, რომელმაც თეხი დაუბაკუნა პოლიციას და კი ხედავდით, როგორი ლაპარაკებოდა და სულ ხელებით კაცვინ და ხელებზე კედელზე მოდი რამ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, ხო, რაზეც ისაუბრა დღეს პროკურორმა, მან თქვა, რომ ფარულ ჩანაწერში ნია იმნაძე და მამამისი განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა ალექსანდრე გაბაშვილმა დანაშაული, მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა ნია საპირისპიროს უმტკიცებდა, რომ ხო, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება და საქმეს იცოდით, ხო? მე ვიცოდი ეს ყველაფერი, ახლა მე არ ვიცი გამოძიებას ხელს და გამოძიების ინტერესებში რა ძის, ამას არ ვამბობ, თორემ მე ვიცოდი. კიდევ უფრო მეტი ასეთი ჩანაწერია. არის რაღაც დეტალები, ახლა პროკურორი ვერ დადგება და მთელს 27 ტომიან საქმეს, რომც ესე უნდოდეს ყველაფრის მართლა ლაპარაკი ვერ ისაუბრებს, ხო? და თქვა იქ მნიშვნელოვანი საკითხები, ფარულ ჩანაწერებზე საუბრობდით, ალბათ ეს ერთი ფრაგმენტი თქვა. მე ეს ვიცოდი, ეხლა ნახოთ, რატომ
დასჭირდა დრო. სხვა კუთხით რომ აფასებენ, მე გეტყვით აგერო, მე ყველაზე მეტი ვიცი ამ საქმეში. ყველაზე მეტი ვიცი ამ საქმეში. მე მკითხავ, ვისაც რა კითხვა აქვს და ყველაფერზე გავცე პასუხს. თუნდაც მაგ ფარულ ჩანაწერებზე გავჩერდები. ფარული ჩანაწერები, ისა ფარული მოსასმენები სახლებში, ყველგან, სახლებში, მანქანებში, ციხეში, ყველგან ერთდროულად ჩხრეკის დროს ყველა ბრალდებულთან მაშინ ერთად შევიდა პოლიცია და ყველგან დაამონტაჟეს 23 იანვარს. რიცხვები, წამები, წუთებით ვიცი ყველაფერი. ვისაც რამე აინტერესებს, გითხოთ, ჩემზე მეც საინფორმაციო წყაროს ვერ იპოვიან მაგენი და შემდეგ ერთიანი ვადა ქონდა. ერთი თვის შემდეგ ამოიღეს. ახლა წარმოიდგინე. ხო, პირველად როგორც პროკურორი ამბობს, ვერაფერი ისეთი მნიშვნელოვანი და ხელშეუხებელი იყო, მაგრამ გამოძიება მიმდინარეობდა, მაგასაც ვიტყვი, არ დაგავიცნებ, ძალიან გთხოვთ, კითხვა ჩამგულეთ, კარგი კითხვა და ჯერ ფარულ მოსასმენებს. ახლა მოდი წარმოვიდგინოთ მხოლოდ ერთი ოჯახის ფარულების განფარვა. ყველას თავი დავანებოთ. ერთი ოჯახის ფარულების განფარვა რომ მოხდეს, იქ ხომ ოჯახია, იქ ხომ პირდაპირ ვერ გამოიტან ამ შავ მასალას, მე არ მაქვს შავ მასალა. ხომ ვერ გამოიტან, იმიტომ რომ იქ ოჯახია და საუბრობენ სხვადასხვა და ვიღაცას ინტიმური ურთიერთობა აქვს, ვიღაცას რაღაცა შეიძლება თავის გაჭირებაზე, სიდუხჭირეზე საუბრობს, ან ვიღაცის საიდუმლოზე საუბრობს, ცოლ-ქმარი ერთმანეთში, ხომ ვერ გამოიტან. პროკურატურა ისე იცავს მათ უფლებებს ვერც წარმოიდგენთ. მე რომ მადლობას ამათ ვუხდი, მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც გააკეთეს ჩემთვის. თორემ იცით რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული იმათთვის, რომ ვერ ხედავენ? არ ხედავენ, იმიტომ რომ არ უნდათ. მათ უფლებებს იცით როგორ იცავ? თუნდაც გაშიშებული პოლიციელები რო იდგენ და ეს ქალი ფეხებს უბაკუნებდა. გავაგრძელებ ახლა მაგას. ავიღოთ ერთი ოჯახი. ერთ ოჯახში იყო, მგონი იმ ნაძიებში იყო 4 ფარული მოსასმენი. ახლა რაოდენობა ზოგან 3 იყო, ზოგან 4 იყო და ეს ახლა ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მანქანაშიც გქონდათ. წარმოვიდგინოთ, 30 დღის განმავლობაში ერთ ფარულ მოსასმენს უსმენ. 30 დღის განმავლობაში უსმენ ფარულ მოსასმენს. ხომ 30 დღე ღამე ჭირდება? ეხლა მესმის რომ ღამეს სტრაფტებში მოусვენენ, მაგრამ ხომ შეიძლება ღამე ვიღაცას გაეღვიძოს და ჩურჩულით რაღაც უთხრას. ესეც ხომ უნდა დააფიქსირონ? ხომ არაფერი არ უნდა გაეპაროთ? ანუ მარტო ერთი მოსასმენი. და ახლა კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღე და ღამე მუშაობდი გამომძიებლები. მე კონკრეტულ სახეს და გვარებს რომ ვამბობ, ყველას ვერ ვამბობ და იმიტომ. დღე და ღამე მუშაობდი გამომძიებლები და შერჩეული ზუსტად ერთი გუნდი მუშაობდა, რომ ინფორმაცია არ გაპორული იყო. იმიტომ რომ ხედავთ ახლა მე რა თამამ განცხადებს ვაკეთებ თქვენ პირდაპირ ეთერში. მერაბ მალანიას ქონდა სწრაფი ინფორმაციები. ძალიან სწრაფად გებულობდა ყველაფერს. ამიტომ რომ არ გასაჯაროებულიყო, რომ არ გაპარულიყო ინფორმაციები, კონკრეტული გამომძიებლები ამუშავებდნენ ამდენი 7 ოჯახში იყო ფარული მოსასმენები დამონტაჟებული თავის მანქანებიდან. ყველაფერი ამას ხო უნდა. გეტყვით ახლა მაგას. ამას დამუშავება ხო უნდა. კარგი. ახლა დავუშვათ გამომძიებლებმა მარტო ნიაიმნაძეზე ვისაუბროთ, თუნდაც მაგას წინადადებაზე. რაც დღეს პროკურატურამ გაარჩევა, ქალბატონმა კეთილსონიძემ გაარჩევა. მაგერთი წინადადებას ხომ უნდა გაევლო ფონოსკოპიური ექსპერტიზა. თუნდაც იმიტომ, რომ ეს აუცილებელი პროცესია, თორემ რომც არ იყოს აუცილებელი პროცესი. ნახეთ როგორ ზრუნავს პროკურატურა მათზე ყველა რთიც უქნას პროკურატურას არა ზრუნავს, უბრალოდ ვერ ხედავენ. იმ ოჯახში არის ნიაიმნაძის ასაკის მისი და ანასტასია იმნაძე და ანასტასია იმნაძის ხმა რომ ყოფილიყო, ანასტასია იმნაძის წარმოდგენების გამო ნიაიმნაძის ბრალი არ უნდა წაყენებოდა. ამიტომ ჯერ ერთი ის არის რომ აუცილებელი პროცედურა იყო ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზას პასუხები ჭირდება, ეს მარტო გიგას საქმიდან არა ყველას მხრიდან გვესმის და მეორე, საიდან ქონდა და მე რა ვიცი რომ გიორგი მალანიას ქონდა ინფორმაციები. 112 წელი რო ვიკავდი გიორგი მალანიასა, მერაბ მალანიას ინფორმაციები ქონდა. ამისთვის დროს არ დავკარგავ, ესეც ცალკე მნიშვნელოვანი თემა და აქ გაშლა ცოტა შორს წაგვიყვანს, პირდაპირ იმას გეტყვით, რაც მათი აღიარებითი ჩვენებით საქმის მასალებში დევს. ალექსანდრე გოცირიძე, ეს არის ალექსანდრე გაბაშვილის დედის ძმა, ჩვენთან მოვიდა სხვა ორ თანხლებ პირთან ერთად, ისინიც ვიცი ვინ იყვნენ, მაგრამ არ გვინდა. ჩვენთან მაშინ როცა ალექსანდრე გაბაშვილი დააკავეს. მოვიდა ჩვენთან, რა ვიცი რა უნდათ მე შვილის სიცოცხლეს გავყიდდი. ალბათ თვითონ არიან ასეთი ხალხი, რომ ფულით ფასდება დედაშვილობა მათთან და იმიტომ გაბედეთ ჩემთან მოსვლა. და მე მათთვის რა თქმა უნდა საუბარი არ დამიცია და დავრეკე პატრონში. ახლა
ნახეთ ანუ არც მოусმინეთ რა საკითხზე იყო მოსული. ჯერ ის იყო რომ გიგაზე თავდასხმა იყო, ეს იყო ჩემთვის შოკი, გიგა იყო ხალხო. ვიდეოს გამოქვეყნებით გემუქრებოდნენ, რომელზეც ასახული იყო გიგა მაგ კიდე სხვა ავალიანზე თავდასხმა. მაგასაც ვიტყვი, ჯერ ეს ამას ვიტყვი საყვარელო რა. როცა ალექსანდრე გოცირიძე დაკითხვის ოქმში წერია რომ აი კითხვა არის დასმული ასე. რა თუნდაც მე მადლობას იმ გამომძიებლებს, იმ ტოვებნები და იმ პროკურორს, როგორი კითხებია და სულ ნეტა ვიცოდეთ, რომ ვერ აცდება პასუხს სიმართლეს პასუხის გაცემისთვის და ალექსანდრე გოცირიძე ამბობს, დიდმა ალექსანდრე გაბაშვილმა მითხრა, რომ პოლიციიდან დაურეკეს, რომ ოჯახმა პატრული გამოიძახა. ხედავთ მე ვისთან მაქვს საქმე? პოლიციიდან გადიოდა პირდაპირ ინფორმაცია. ახლა გაიგეს, რატო დაჭირდა აქითვე გულმოდგინეთ ამ საქმეს ასე ჩუმად და ერთგულად დამუშავება? მიხვდნენ ახლა და მე ამ წუთში რაც მაქვს გაპატიეთ საქმის მასალები, იმ საქმის მასალებშიც არის უკვე აღდგენილი ნიაიმნაძის ტელეფონიდან მესიჯები, სურათები, რაღაცა მიმოწერები, რაც მე ეკა კუპატაძის დედას და არაიურიც ყოფნის. აქ არ არის ბრალი საფუძველი.